ელიტური საფლავები გორში, სად დაიკრძალებიან მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები გარდაცვალების შემდეგ. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გორის ეგრეთ წოდებულ პანთეონში საფლავების ადგილების რაოდენობა ამოიწურა. ადგილობრივი ხელისუფლების გეგმა და მოქალაქეების შეფასებები ნახეთ თათია გოგოლაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. კვერნაქის მთაზე პანთეონისთვის წლების წინ გამოყოფილ ადგილზე ღვაწლმოსილი გორელების დასაკრძალად ადგილი აღარ არის. ამის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. წინადადება კი გასულ პარასკევს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა წამოჭრეს. აუცილებლად უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც დაიკრძალებიან ქალაქისათვის მოღვაწე ადამიანები. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშუალო საქმე. რა თქმა უნდა, გორის პანთეონი არ იქნება მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონის სტოლფასი, მაგრამ გორი ის ქალაქია ნამდვილად, რომელიც იმსახურებს პანთეონს. ბატონი ოთარ ქუთათელაძის დაკრძალვის შემდეგ ფაქტიურად პანთეონში, რომელიც გამოყოფილი იყო ღვაწლმოსილი გორელებისათვის, აღარ დარჩა ადგილი, რომ ის ადამიანები, ვინც წვლილი შეიტანა ქალაქის განვითარებაში, ამა თუ იმ კუთხით განვითარებაში დაიკრძალოს გამოჩენილ ადგილას. 1998 წლიდან ამ ტერიტორიაზე ღვაწლმოსილ გორელებს კრძალავდნენ. თუმცა როგორც გაირკვა პანთეონში ადგილები აღარ არის და ცნობილ ადამიანებს სათანადო ადგილზე ამის გამო ვეღარ დაკრძალავენ. პანთეონში ადგილების ლიმიტის ამოწურვაზე სასაფლაოს ხელმძღვანელიც საუბრობს. როგორც ამბობს მერიას განცხადებით უკვე მიმართა და საკითხის დადებითად გადაწყვეტას ელოდება. აგერ ბატონი გიორგი გარდაიცვალა მახარობლიძე და როგორღაც გამოვნახეთ რა ადგილი რომ დაგვეგრძალა. და აქ სულ ალბათ 2-3 საფლავის გამოყოფა თუ არის შესაძლებელი და შემდგომში ფაქტიურად არ გვაქვს ჩვენ იმის საშუალება რომ დავგრძელოთ. შეივსო ფაქტიურად აღარა ადგილი და მიტომ მიმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობას მერიას რომ გამოიყოს სათანადო ადგილი რომელიც შემოიფარგლება. მე თუ მკითხავს ვინმე სადაც ღირსეული კაცი დაიგრძალება იქ არის პანთეონი. წერალი და საზოგადო მოღვაწე ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ მთავარია ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს. გარდაცვალების შემდეგ კი საპატიო ადგილზე თუ დაკრძალავენ, ურიგო არც ეს იქნება. საკითხს სხვა ჭრილში ხედავს სეკა სუხიშვილი. მისი აზრით, საზოგადო მოღვაწეებს სათანადოდ გარდაცვალებამდე უნდა აფასებდნენ. მე მაინც მიმაჩნია, რომ სიცოცხლეში უნდა დავაფასოთ ჩვენ ეს ადამიანები. სიცოცხლეში უნდა ავცეთ პატივი. ასეთი სულ რამდენი ყავს გორს და გორის რაიონს. ისინი ჩვენ უნდა შევინახოთ, ჩვენ საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, მათ არ უნდა ჰქონდეთ ყოფითი პრობლემები, თორე შემდგომ ეხა სიმართლე გითხრათ, დაკრძალვა სად მოხდება, დიდად მნიშვნელოვანი ჩემთვის მაგალითად არ არის. რა თქმა უნდა, რაღაც გამოყოფილი ცალკე ადგილი უნდა იყოს, მაგრამ აქ ყოველთვის გვაქვს ერთი საიშურების წინაშე ვდგავართ, რომ აი რა კრიტერიუმითაც და დავაწესებთ, რომ აი ამის გამო უნდა იყოს იქ დაიგზავნოს მართლაც გამორჩეული თანამოქალაქე, ხო? აი რამდენად დავიცავთ ამას? ქალაქ გორის საკრებულო და მერია საზოგადო მოღვაწეებისთვის ახალი პანთეონის მოსაწყობად ერთობლივად იმუშავებენ.